მოგესალმებით ყველას. მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ. უბრალოდ აკოს უარი ვერ ვუთხარი. ესე შევარჩიეთ სათაური დღევანდელი ჩემი გამოსვლის. როდესაც ეს მე დაპოსტა აკომ გამოაქვეყნა, მეკითხებოდნენ, რომ აი მე რაღაცა რა ორიგინალური სათაურია, ალბათ რაღაცა ქვეტექსტი კიდევ შეგნით. სინამდვილეში მართლა არაფერი ქვეტექსტი არ გვაქვს. მე მართლა არა ვარ მარკეტინგის აზრზე და მართლა ვერ ვუთხარი უარი აკოს. შესაბამისად ჩემზე გაცილებით კომპეტენტური ადამიანები გამოვიდნენ ჩემს წინ. მარკეტინგში ჩემზე გაცილებით კომპეტენტური ადამიანები ბრძანდებით ყველა ამ დარბაზში. მართლა. შესაბამისად თუ რამე არასწორს ვიტყვი, მარკეტინგული თვალსაზრისით თუ რამე არასწორ შეკითხვას დავსვამ ან არასწორ რამეს ვიტყვი, გთხოვთ აი ამ მომენტში გაიხსენოთ ხოლმე თემის სათაური. მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ. უბრალოდ აკოს უარი ვერ ვუთხარი. როცა ვფიქრობდი რაზე მელაპარაკა ამ მარკეტინგ ივენტზე, ერთი მხრივ რომ ყველამ კარგად იცის მარკეტინგი და მე არა, ერთი მხრივ დავფიქრდი რომ მელაპარაკა მარკეტინგზე, როგორ ჩანს მარკეტინგი მომხმარებლის პერსპექტივიდან, მომხმარებლის თვალით დანახული მარკეტინგი რა არის. მთელი პრეზენტაცია დავყავი ორ ნაწილად. ერთ ნაწილში იქნება რა ხდება დღეს მარკეტინგში საქართველოში და მეორე ნაწილს დავარქვი არადა. ანუ რა ხდება მარკეტინგში? არადა. რა ხდება მარკეტინგში? არადა და ესე ვიხტუნავებ მოკლედ აქეთ-იქით. დავიწყოთ რა ხდება დღეს მარკეტინგში. ჩვენი უბრალო მომხმარებლის თვალით დანახულ მარკეტინგში. მოკლედ გამოვა ერთი ბანკი და გვეტყვის ჩვენ უბრალო მომხმარებლებს, რომ ჩვენ იცი რა აქცია გვაქვს ახლა, ჩვენ ახლა გვაქვს ანაბრების გათამაშების აქცია, ხო? შენ თუ გაქვს ანაბარი, გათამაშდება ეს ანაბრები და შეიძლება მოიგო მაყუთი. გამოვა მეორე ბანკი და ჩვენ იცი რა აქცია გვაქვს, ჩვენ გვაქვს ანაბრების გათამაშების აქცია. ხო? გამოვა ერთი ბანკი და ჩვენ გვაქვს ახლა ფულადი გზავნილების გათამაშების აქცია. მეორე ბანკი გამოვა და ჩვენ იცი რა? ჩვენ გვაქვს ფულადი გზავნილების გათამაშების აქცია. ახლა სპეციალურად არ ვამბობ რომელი ბანკი რომელია, რომ ორივეს ეგონოს რომ პირველია თვითონ და მეორე. მობილური ოპერატორის კომპანია გამოვა და ჩვენი აქცია არის რაღაც ამდენ და ამდენ ლარად, ულიმიტო წუთები, ულიმიტო SMS-ი და ამდენი ინტერნეტი. მეორე კომპანია გამოვა მობილური ოპერატორის და ჩვენი აქცია იცი რა არის? ულიმიტო წუთები, ულიმიტო ზარები, ულიმიტო SMS-ები ამდენ და ამდენ ლარად. ფარმაცევტული კომპანია გამოვა და გვეუბნება ჩვენ მომხმარებლებს, რომ ჩვენ ვართ ლიდერი ფარმაცევტულ ბაზარზე. მეორე გამოვა და ამბობს, რომ ჩვენ ვართ ლიდერი ლიდერთა შორის. ჩვენ მომხმარებლები ვფიქრობთ, შეიძლება არასწორ შეკითხვას ვსვამ, ხო? მაგრამ გაიხსენეთ სათაური. რომ იცი რა, თქვენ ხო არ ბაძავთ ერთმანეთს. არ ვიცი. შეკითხვა მაქვს. ჩვეულებრივი მომხმარებლის შემთხვევით, თქვენ შემთხვევით ხომ არ ბაძავთ ერთმანეთს. ისე ხომ არ არის? ისე ხომ არ არის, რომ თქვენ სადღაც აგერ თქვენ ზევით ახართ ჩვენ ქვევით მომხმარებლები და თქვენ იქ სადღაც ზევით ერთმანეთს ელაპარაკებით და ჩვენ მომხმარებლები საერთოდ დავიწყებული გყავართ. რა ისე ხომ არ არის შემთხვევით, რომ ჩვენ რო დაგველაპარაკოთ, ხო? ჩვენ შეიძლება პირდაპირ ვერ გითხრათ რა გვინდა, მაგრამ ჩვენთან ლაპარაკის შედეგად ხომ არ უნდა დაადგინოთ რაღაცა ისეთი პროდუქტები, რომელიც ჩვენ უნდა შემოგთავაზოთ, რომ თქვენთვისაც კარგი იყოთ და ჩვენთვისაც ცუდი და მე მიმბაძველობა აღარ დაგჭირდეთ. შემთხვევით ასე ხომ არ არის? იმიტომ რომ არადა ხო არის მაგალითები, როდესაც ვიღაცამ არ მიბაძა სხვას და ამითი მოგებული დარჩა. მაგალითად, რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ ამ პრეზენტაციის განმავლობაში. ქობულეთში იცით რომ ამ ქუჩაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე არის ბევრი კაფე, ჩაყოლების, ხო? ეს კაფეები დაახლოებით ერთმანეთს გავს რა. რაღაც ინტერიორ დიზაინი აქვს ყველას დაახლოებით ერთი და იგივე, მენიუს ერთი და იგივე აქვს. მაგრამ ესე რომ გახედა, ახლა ქობულეთში სამწუხაროდ ტურისტები აღარ არიან, ხო? ბევრი ტურისტი არ არის, რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ გლობალური ეკონომიკური კრიზისების ბრალია და საქართველოს მთავრობას აქ არაფერი წვლილი არ მიუძღვის ამაში. მაგრამ
ხო, დღეს ქობულეთში აღარ არის ბევრი ტურისტი და რომ გახედო ესე ამ კაფეებს, ერთ-ერთ კაფეში არის ჩოჩქოლი რა. რაღაცა ბევრი ხალხი არის. და სხვა კაფეებში არ არიან ხალხი. ხო, ტურისტები არ არიან, ხალხი დააკლდათ, მაგრამ ერთ-ერთ კაფეში და როცა დავინტერესდით, რატომ ხდება ესე? აღმოჩნდა რომ ვინმე კახაიე, რომელიც არის ერთ-ერთი ამ კაფეს მფლობელი თუ მენეჯერი, მოკლედ ამ კახაემ მოიფიქრა რაღაცა განსხვავებული, არ მიბაძა სხვას. სხვა ამ დროს რას ფიქრობდა, ისა მოდი გავაძლიეროთ რეკლამა, ხო? მარკეტინგში ხო ეს რეკლამა ლოცვასავითაა, ხო? ის რა ქვია, გაყიდვებმა ჩამოიწია, რეკლამა გააძლიერეთ ხალხო. რას ფიქრობდნენ სხვა კაფეები, ხო, გავაძლიეროთ რეკლამა, ან მოდი შევქმნათ, რომ მოდი გამოვაცხოთ 1.5-ჯერ მეტი, 1.5-ჯერ მოზრდი დიდი აჭარული ხაჭაპური და ვინც ამ 1.5-ჯერ დიდ აჭარულ ხაჭაპურს იყიდის, იმას მივცეთ 5%-იანი ფასდაკლება შამპანურზე. ოღონდ ეს აქცია გამოვაკრა სადღაც იქ ბარის სტოიკასთან უკან რომ ვერ დაინახონ, თორემ მე მართლა არ მოგთხოვოთ. და მოკლედ კახაემ გააკეთა ძალიან მაგარი რაღაცა, სულთა აი entrepreneurship-ის კლასიკური მაგალითი, კარტის კალოდები იყიდა. ვიცი რომ ბანკოს შეეკვრა თუ რაღაცა ქვია, მაგრამ კახაემ კარტის კალოდები იყიდა და დაალაგა მაგიდებზე. კაფეში შედიხარ და მაგიდებზე ალაგია კარტის კალოდები. აჭარაში სუბკულტურული ამბავია, ნარდი ან კარტი, იმდენად განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ტურისტები საერთოდ არ არიან, ეს არის ეგრეთ წოდებული პრიმანკა რა. შედიხარ, აი სამნი შევედით და ბიჭო მოდი მეოთხეს რა ჯოკერი ვითამაშოთ და ჯოკერს თამაშობ და რა თქმა უნდა გაყიდვები გაიზარდა. ხო? კახაიეს მაგალითი არის იმის მაგალითი, აი არადა კატეგორიაში, როდესაც არ მიბაძა კახაიემ სხვას და ამითი მოგებული დარჩა. რომ დავრუნდეთ უკან რა ხდება დღეს მარკეტინგში. შეკითხვა ასევე მარტივი. ისე ხომ არ არის შემთხვევით, რომ არა მარტო ერთმანეთს ვბაზავთ ჩვენ, არამედ გგონია, რომ იმ ქვეყნების რაღაცა მარკეტინგ პრაქტიკები რა, რომელ ქვეყნებს ჩვენს რაღაც სათაყვანებელ ქვეყნებში, სადაც გვისწავლია, გვიმუშავია, გვიცხოვრია და აი იქ რასაც აკეთებენ მარკეტინგში, ეს არის ძალიან მაგარი პონტი და მოდი ეს იგივე საქართველოშიც გავაკეთოთ, იმიტომ რომ აუ, იქ თუ აკეთებენ რა მაგარია და ეხა ქართველის მოფიქრებული რა უნდა იყოს. ასევე მომხმარებლის დავიწყებით, გადმოვიღებთ, გადმოვაკოპირებთ რაღაცა პრაქტიკას და ვაკეთებთ ერთ-ერთში, ვაკეთებთ საქართველოში. ამას წინათ უყვებოდი ჩემს ერთ-ერთ მეგობარს, კოტეს, რომ აუ მეთქი ძალიან მაგარი кейსი გავიგე, ბელგიაში არის ერთი სადაზღვევო კომპანია, რაღაცა MetLife International Insurance Group of Belgium, რომელსაც აქვს მაგარი ესეთი პრაქტიკა რა. იმისათვის რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები იგრძნონ. ანუ top level managementიდან მოდის ესეთი დავალება, რომ ვინც მუშაობს ამ კომპანიის მარკეტინგში, ყველამ აუცილებლად რაღაცა პერიოდულობით რა, ან ახალი პროდუქტის ლანჩის წინა პერიოდში, ან რაღაცა პერიოდულობით რა მნიშვნელობა აქვს, მანქანები ყავს რა ამ კომპანიას და ტაქსის ნიშანს ადებენ, რაღაცა taxi stand-ი აქვს იმაში ბრიუსელში, ხო და მოკლედ ყველა მარკეტინგის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, რომ ერთი კვირა იტაქსაოს. ანუ ამ ტაქსებზე დაჯდეს და ერთი კვირა იტაქსაოს, იმიტომ რომ ამით ისინი გრძნობენ, მათი mission statement-ი არის feel the customer's needs, ანუ იგრძენი მომხმარებლის მოთხოვნილებები, არა შეეკითხე, არა გაიგე, არამედ იგრძენი და ისინი ფიქრობენ, რომ ტაქსაობით პოტენციურ მომხმარებლებს ელაპარაკებიდან, შემდეგ როდესაც ბრუნდებიან უკვე მარკეტინგის დეპარტამენტის კაბინეტებში უკეთეს პროდუქტებს ფიქრობენ. და ამ კოტეს უყვები ამ ისტორიას, რომ აუ რა მაგარი სადაზღვევო კომპანია, ეგეთი პრაქტიკა აქვს და რაღაცა 3 წლის განმავლობაში აქედან გამომდინარე, მათი მარკეტ შეერი 35%-დან 65%-მდე გაიზარდა და კოტე არის აღფრთოვანებული. ვა რა მაგარია, ბელგიელები, ნახე რა მაგრები არიან. აბა ქართველი ახლა ამას როგორ მოიფიქრებ და ხვალვე მივდივარ ჩემ general manager-თან და ვეუბნები რომ რაღაც ეგეთი გავაკეთოთ. კაი, კოტე, აუცილებლად მიდი, ოღონდ ერთი რამე გაითვალისწინე რომ მოგატყვი, ჩემი იდეა. და კოტე როგორ იცი? კოტეს რაღაცა გაუტყდა რა, რომ ბიჭო როგორ აღთო ბელგიელებმა თუ გააკეთეს ესე და ეხა აი მართლა ვაპირებდი რომ ჩემი general manager-ისთვის ეს მეთქვა და ეხლა შენი იდეა თუ არა ეხა რა ვიცი, ანუ ეს როგორ უნდა შევცვალოთ, ხო? ეს უნდა შევცვალოთ ორი ვარიანტი გვაქვს, ერთი ან ქართული მარკეტინგის რეპუტაცია უნდა ავიყვანოთ ზემოთ და როგორც მინიმუმ ბელგიურის დონემდე უნდა ავიდეთ.
ან მეორე რომ ბელგიურს გამოუთხაროთ ძირი და ჩამოვიყვანოთ ჩვენ დონემდე. ანუ კოტეს ამ შემთხვევაში ჩემს უკვე ყოფილ მეგობარს კოტესთვის. უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ეს იყო ბელგიური პრაქტიკა, ვიდრე იმას, რომ თავად იდეა შეიძლებოდა თუ არა გამოყენებულიყო იმისათვის, რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები ჩვენ გვეგრძნო. ხო, კოტესთვის იმას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არადა ჩვენს გვერდით ხო გაგვიგია შემთხვევები, როდესაც ადამიანები რაღაც პონჩში თითქოს თვითნასწავლებიც კი არიან იმაში, რომ უცებ იგრძნონ მომხმარებლის მოთხოვნილებები. მაგალითად, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით რა. მაგალითად, ჩემი სტერეოტიპი ბანკებში დავდივართ ყველა, საბანკო სერვისებს ყველა ვიყენებთ, როდესაც ბანკში შევდივართ, ფრანტ ოფისში, თითქოს და სტერეოტიპია, რომ ყველანი, ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, მოხუცი, ახალგაზრდა, მტერი თუ მოყვარე, თითქოს რაღაცა ერთ ენაზე და თანაც ერთი ინტონაციით გველაპარაკებიან. ხო, აი მათი ხმა დაახლოებით გავს, აი ტელეფონში რომ ავტომოპასუხეები არიან ხოლმე. ხო, ამ ხმით გველაპარაკებიან თითქოს. თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი 2000 ლარის. ოდენობით რაღაც ეგეთი არის ხოლმე დისკურსი რა. მაგრამ ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო. ამერიკაში მივდიოდით და რაღაცა რეისამდე ჯერ დრო გქონდა და ფულის გადახურდაება გვინდოდა რა. მოდი ბარემ დოლარები ვიყიდოთ. ეს იმ პერიოდს გეუნებით, როცა ლარით დოლარის ყიდვა ჯერ კიდე შესაძლებელი იყო. და შევედით შარდენზე არის ერთ-ერთი ბანკის ფილიალი რა. და ზის ბანკირი გოგონა შევედით და ზის ბანკირი გოგონა, რომელსაც წინ უზის აი სტერეოტიპულად თბილისური ჩაცმულობის, სტერეოტიპულად თბილისური გარეგნობის და სტერეოტიპულად თბილისური ესე ინტონაციის გოგონა რა. და ამ გოგონას შემდეგ ვიღაც ქალბატონია და მე ჩვენა ვართ და ველოდებით და ეს ლაპარაკი გვესმის რა, პატარა ფილიალია. ეს ბანკირი გოგონა თეონა აწერია აქ. ცდილობს რომ რაღაცა ბარათი, მოკლედ შესთავაზოს ამ მომხმარებელს და აი სუფთა თბილისური ლაპარაკი არის რა. ეს კლიენტი გოგონა ეუნება, აი რა თმინდა ჩემ თავს გაფიცე? ბანკის კლერკი გოგონა და აქეთ კლიენტი. რა თმინდა ჩემ თავს გაფიცებ? და პასუხი, ზუსტად მახსოვს, არ გეგონოთ რომ აი ხო იცი რაღაც ეგზაგერაციის თემას კი არ ხო, ზუსტად აი ამ ინტონაციით ბანკირმა გოგონა თეონამ უპასუხა. აი რა გინდა და რაღაცა credit union-ის წევრია და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში განაღდების საკომისიო 0%-ია და ძალიან მაგარია მაგ პონჩი. აი თუ რამეს ვამედებ, ძალიან მაგარია მაგ პონჩი. და ჩვენ აგვიზვარ და ბანკში ახლა ესეთი დიალოგი როგორ უნდა მოისმინო რა. მაგრამ წავიდა ეს გოგონა და დაუჯდა ეს ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ეუბნება რომ შვილო იცი რა, პენსიაო ბარათზე მერიცხებაო და ვერასოდეს ვერ ვისწავლებო ბანკომატშიო ეს განაღდებაო და რაღაცა. და ეს გოგო ეუბნება რომ აუ იცით რა ქალბატონო თამილაო. ბებია ჩემსაც სულ მაგას ვეჩიჩინებიო და რა პრობლემაო, როდესაც ჩაგერიცხებათო, თქვენ აქ მოდითო, არ დაგჭირდებათო რა ბანკომატის და ის პინ კოდი შეყვანა და ასე ჩემი საქმე აბა მეტი რა არისო, მეო გაგინაღდებთო და ქეშსო, ანუ ნაღდფულსო ესე გაგატან სახლშიო. და ეს ქალბატონი დადნა რაღაცა, ვაიმე, ჩემი სახელი საიდან იცი შვილო და აგერ თქვენი პირადობა ხომ მიდევსო და ამას ჩავხედავ და დედა რა ყურადღებიანი გოგო ხარ და აი ესე რაღაცა თბილისი, ანუ ეს იყო შემთხვევა, როდესაც იმ გადმოსახედიდან, როცა იქ ვიყავით, ძალიან გაგვეცინა, რაღაც ძალიან მაგარია მაგ პონჩი უცებ და მეორე მხრივ უეცრად ამ ბანკირმა გოგონა თეონამ დღევანდელი გადმოსახედიდან მე თუ მკითხავ, უცებ იგრძნო მომხმარებლის მოთხოვნილებები და მათთვის გასაგებ ენაზე დაელაპარაკა ორ განსხვავებულ სეგმენტს. რა ხდება დღეს მარკეტინგში? რა თქმა უნდა, ჩვენ მარკეტინგის თანამშრომლები ვფიქრობთ, რომ იცი რა, ქონდა რამე მაგარი იდეა, ქონდა ჩვენ აი product development-იდან ქონდა ვიღაცას ძალიან მაგარი იდეა, სეილებიდან ქონდა თვითონ მარკეტინგიდან, მაგრამ აი ჩვენმა მენეჯმენტმა დაგვიწუნა. დეივიდი ამბობდა ძალიან მომეწონა ფინანსური თუ რაღაცნაირი მენეჯერი რო შემოვიდა და აი ვიღაცა მენეჯერი და ხო ყოფილვართ ესეთი ტიპის თათბირებზე რა, როცა რაღაცა მარკეტინგის და მენეჯმენტის გაფართოებული შეხვედრები. ჩემი სტერეოტიპული წარმოდგენა ესეთ თათბირებზე როგორია, იცი? აი ბორბალი რო არ იყოს გამოგონებული.
აი წარმოვიდგინოთ რომ ბორბალი არ აგვაქვს. ჩვენ კაცობრიობა არ მისულა იქამდე რომ ბორბდა და თათბირია რა. რაღაც ორგანიზაციაში თათბიროთ და უცებ ვიღაცა ჯიგარი ახალდაწყებული აქვს მუშაობა რა და გამოიგონა ბორბალი. და შეხვდა მოვიდა ამ თათბირზე რომ იცით მე ბორბალი გამოვიგონე. როგორ აი ხო წარმოგვიდგენია ყველას როგორი რეაქციები შეხვდება ამ მრგვალი აი ძალიან მარტივია და არ ამგონია რომ იმუშავა. კონკურენტი ვერ მოიფიქრებდა ეხლა მაგას? ხო? აი ისევ 4 კუთხედი რო იყოს, ჩვენი მომხმარებელი ხო მაინც მიჩვეულია. მერე ვიღაცა იკითხავს, აი დაუშვათ მრგვალი, მაგრამ რა ფერი უნდა იყოს? მერე იქ ერთმანეთს დააყრიან, რა ფერი რა შუაშია ეხლა მრგვალი, რომ ფერი რა შუაშია. როგორ შენ ჩვენი ბრენდბუქი არა გაქვს წაკითხული? მე უპასუხებ მე არ წამიკითხავს და თუ რატომ არ წამიკითხავს ეს კარგად იცის თვითონ სოსო რომელმა სოსო მხაკაძე მოკლედ სადღაც სულ სხვაგან წავიდოდა ეს დიალოგი არადა ჩაკეტილი წრე იმიტომ არის რომ მენეჯერები მე ხშირად გქონია საუბრები მაღალი ლეველის მენეჯერებთან, რომლებიც თავიანთი მხრივ ცალკე წუწუნებენ იმაზე, რომ აუ რამდენი მაქვს ნახე მარკეტინგ ბაჯეტი, რამდენ ფულს ვაძლევ, ხელფასებს ვუხდი, პრემიებს ვაძლევ, რამთხელა ბონუსები აქვს, მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს ის, რომ ან გაყიდვებში გავზრდილიყავით წელს, ან სხვა რაღაცა კომპონენტებში უკეთესი შედეგები მიგვეყო. ერთი ძალიან ისეთი ჩემთვის ძალიან საყვარელი მაგალითი მინდა მოვიყვანო აქ და ეს მაგალითი მიყვარს იმიტომ რომ ორივესთან კავშირშია, ერთი იმასთან რომ აი მენეჯერები რო წუწუნებენ რომ აი ფულს ვაძლევ და რატო ვერ მოტივირდებიან ესენი და მეორე ასევე მარკეტინგთან რა. ანუ ერთი მხრივ ფული არის თუ არა პირდაპირი მოტივატორი ჩემთვის რაღაც მარკეტინგში მომუშავე კრეატიული ტიპისთვის და მეორე თვითონ მარკეტინგთანაც კავშირშია. მოკლედ ჩემი ერთი მეგობარი არის კილიან ვავო, რომელიც არის ირლანდიელი და ერთად ვასწავლით ვებსტერის უნივერსიტეტში ჰოლანდიაში და ძალიან ახლო მეგობრები გავხდით ამის გამო. ჩემი ერთ-ერთი იქ ყოფნის დროს კილიანს გაუჩნდა შვილი. და მოკლედ სამშობიაროშია მისი მეუღლე და შვილი გაუჩნდა და აი ხო ვისაც შვილები ყავთ დამეთანხმებით რომ შვილის გაჩენა ეს არის რაღაცა ბედნიერი მომენტები ესე რომ ცხოვრებას რო გადახედო ბევრი თითქოს არ აგვაქვს და ერთ-ერთი ყველა ვარიანტში იქნება შვილის გაჩენა ხო იმიტომ რომ ამ დროს არა მარტო რაღაცა შენი პატარა ნაწილი მოევლინა ქვეყანას თითქოს არამედ რაღაცა სხვა პასუხისმგებლობაა კაცისთვის ხო რაღაცა ცოლს უნდა კითხო როგორ ახარ რაღაცა სხვანაირი ემოცია გაქვს რა და მოკლედ კილიანს წავყევი, როდესაც თავისი მეუღლე და ბავშვი გამოიყვანა სამშობიაროდან და უკვე სახლშია, წავყევი სუპერმარკეტში და რაღაცებს ყიდულობს რა. რაღაცა პამპერსები, საჭმელი ისა. და გამოვდივართ მოკლედ და დავინახეთ რაღაცა ყავის ჭიქა. ესეთი არა, მაგრამ აი რაღაცა მსგავსი ყავის ჭიქა იყო, ყავის ჭიქები იდო და რაღაცა ესე გული და ეწერა My mom is the best. მე მყავს საუკეთესო დედიკო და მე და კილიანმა რაღაცა რა კაი ჭიქა და მოკლედ იყიდა კილიანმა ეს ჭიქა და წაიღო სახლში ეს ჭიქა ღირდა 3 ევრო ნახევარი ანუ $5 რო ვთქვათ და მოკლედ მიიტანდა და მივედით სახლში და კილიანმა ეს აიღო ეს ჭიქა და ბავშვს მისცა ესე ხელში აი რამდენიმე დღის ბავშვია წარმოიდგინეთ და მისცა ეს ხელში და ამ ბავშვის ხელით აძლევს თავის ცოლს რა და აი როგორი დასადნობი მომენტი იყო ხო ისი და კილიანის მეუღლემ ტირილი დაიწყო კილიანმა ტირილი დაიწყო მეც ამის შემხედვარედ ტირილი დავიწყე ბავშვმაც ტირილი დაიწყო და მოკლედ აი ესეთი ბედნიერ სურათს ჰქონდა ადგილი კილიანის სახლში. მეორე დღეს კილიანს ვეკითხები, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ის ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას ასწავლის და ამიტომ რაღაცა ეს ფული როგორც მოტივაცია ამ თემაზე გავაგზავნე ლაპარაკი და რადგან ახლო მეგობარია თავს მივეცი უფლება რომ მისთვის მეკითხა რომ კილიან შენ რო ამ ჭიქის მაგივრად აი ეს მიგეცა შენი ცოლისთვის $5 ხო რა მოხდებოდა აი რო დაფიქრდე economic value ამ ორი რაღაცის არის ზუსტად ერთი და იგივე, ხო? ეს ჭიქა ღირს $5 და $5-იანის value არის $5. ნუ რა თქმა უნდა ცოლი ამ დროს იტყოდა რომ შეურაცხყოფას მაყენებ, ეხლა ვერ გავიგე $5 მიხდი იმაში რომ ბავშვი გაგიჩინე თუ ჯერ ეს ერთი შენი თანამონაწილეობა ამ ყველაფერში ისედაც ლიმიტირებული იყო თავიდან.
და ეს $5 რომ მაძლევ რა პონჩი მაძლევ, ხო? მაგრამ მეორე მხრივ, ესეთი შეკითხვა რო დასვა რა, რომ კილიანის მეუღლე რო ყოფილიყო ინდოელი ქალბატონი, რომელიც ცხოვრობს ინდოეთში, ვიცით რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ხო? ესეთი ქალბატონი რო ყოფილიყო და კილიანმა ამ დროს ეს ჭიქა მიიტანა სახში რა შეტყოდა. იცი რა ძალიან ვაფასებ კილიანს ამ შენ ჟესტს რაღაცა nice gesture. მაგრამ იცი რა იქნება წახვიდე სუპერმარკეტში დააბრუნო ეს ჭიქა და $5 უკან მომიტანო, იმიტომ რომ ამ $5-ით შეგვიძლია ჩვენ ბავშვს ვაჭამოთ ერთი კვირის განმავლობაში, ხო? ეს ფული როგორც მოტივატორი, ანუ მე და კილიანი აქ ერთმანეთს დავეთანხმეთ, დანიელ კანემანის ამბავში, რომ თუ მასლოუს იერარქიაში პირველ საფეხურზე ხარ, ანუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები თუ არის შენთვის თავი, მაშინ ფული არის მოტივატორი და გაბედნიერებს, მაგრამ უკვე ზემოთა საფეხურებზე უკვე ესეთი რაღაცა სიმბოლოები გჭირდება რა. კილიანი იყო ABN AMRO-ს ერთ-ერთი მთავარი კონსულტანტი და ერთ-ერთი executives, როდესაც საახალწლო ბონუსი ყველაზე დიდი ბონუსი რაც კილიანს გაუწია არის €2 მილიონი. After tax. €2 მილიონი და ტიპს აძლევენ ერთ-ერთ executives წლის ბონუსი აქვს რა. და ჩეკი და კონვერტში დევს და აძლევენ და აი რა რეაქცია ექნებოდა თქვენ? როგორ ფიქრობთ რა? როცა დახედა და €2 მილიონი მისი წლის ბონუსი. გარდა ხელფასისა და გარდა კომიშენებისა, რომელსაც ისედაც ბევრი აქვს, ხო? პირველ დახედა €2 მილიონი და რა იკითხა იცით პირველი? სხვებს რამდენი მიეცითო? ხო? ანუ, იმიტომ რომ მისთვის ეს თანხა კი არ იყო მთავარი, ანუ ფული პირდაპირ მოტივატორი კი არ იყო, იმიტომ რა უნდა იყიდოს ახლა იმან რა? მეორე იახტა? ყავს უკვე მეორე იახტა. მეორე ცოლი? ყავს უკვე მეორე ცოლი. ხო? ეხლა რა კავშირშია ეს მარკეტინგთან? მე გამოვარკვიე, რომ ამ ჭიქების მწარმოებელი ყოფილა ინდური კომპანია. ადრე MBA-ს როცა ვაკეთებდი, სრულიად შემთხვევითობით ამ კომპანიაში ვარ ნამყოფი და ვიცნობ მის მარკეტინგ მენეჯერს ვენუ, ქვია, კაი კაცი, კაცური კაცი, ჩემი ძმა კაცია რა. ეს კომპანია ინდოეთის ბაზრისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც შუქი ქრება ხოლმე. მათი ბიზნესი არის ბატარეები, თუ ელემენტები, როგორ უნდა ვთქვა. დენზე იტენება ეს ბატარეები რა და ერთი დღე და რაღაცა დიდი ბატარეა გვაჩვენეს, რომელიც 1-2 სართულიან სახლს 2 დღე შეიძლება ეყოს ელექტროენერგია. და წარმოიდგინეთ, ეს არის ინდური კომპანია, რომელიც ინდოეთის ბაზრისთვის აწარმოებს ბატარეებს და ევროპული ბაზრებისთვის აწარმოებს აი ამ ჭიქებს რა. ანუ ეს არ არის ევროპული კომპანია, რომელსაც აუთსორსი აქვს გაკეთებული ინდოეთში. ეს არის ინდური კომპანია და ზუსტადაც რომ ვენუს დამსახურებაა, აი როცა ვლაპარაკობდი მარკეტინგის ტიპების და მენეჯმენტის ურთიერთობაზე, ვენუს ინიციატივა იყო ეს და წელიწად ნახევარი როცა გვიყვებოდა მაჟრიალებს დღესაც წელიწად ნახევარი არც ერთ შანსს ის არ უშვებდა რომ მენეჯმენტი დაერწმუნებინა იმაში რომ მოდი გავაკეთოთ მეორე კარდინალურად განსხვავებული პროდუქტი რომელსაც გავყიდით სხვა ბაზარზე. ნუ რა თქმა უნდა წინააღმდეგობები ხდებოდა ფინანსური თუ რაღაცნაირი მენეჯერებისგან რომ იცი რა ჩვენი ბიზნესი არის ბატარეები და მოდი ბატარეები გავყიდოთ არ ჭირდებათ ევროპაში ბატარეები და დღეს მოკლედ ეს ბიზნესი და ბოლოს უთხრეს რომ კაი ჯანდაბას უარი ვერ უთხრეს როგორც მე აკოს უარი ვერ უთხარი ესე და დღეს ეს ბიზნესი არის მარჟა დაახლოებით ერთი და იგივე აქვს რა. ევროპაში ყიდიან. ანუ მათ შეცვალეს პარადიგმა. პარადიგმა ხო არის რომ ჩვენ ევროპული კომპანია ვართ, დიდრები ვართ და ფასი რო შევამციროთ, ამიტომ ინდოეთში მივდივართ და აუთსორს ვაკეთებთ, იმიტომ რომ იქ იაფი მუშახელია. და ვენუ ამბობდა რომ ბიჭო ჩვენ ინდოელები ვართ, იაფი მუშახელია კი და მოდი გავაკეთოთ ისე რომ ჩვენ ვაწარმოოთ და ევროპაში გავყიდოთ. არ გაუკეთებიათ რეკლამა ვაფშე და ერთადერთი რაშიც ისინი ფულს იხდიდნენ, ეს იყო სწორი ადგილი სუპერმარკეტებში. ანუ აი მე და კილიანის რო გამოვედით იქიდან აი კაკრას ისეთ ადგილას იყო რომ აი მე მოდი ესეც ვიყიდოთ და წავიდოთ. მოკლედ გამომდინარე იმ სამი პრობლემიდან რომელიც ჩანს მომხმარებლის თვალით ეს არის ერთი რომ ხო არ ვბაძავთ ერთმანეთს და მეორე ესე იგი არა მარტო ვბაძავთ ერთმანეთს არამედ სხვებს ხო არ ვბაძავთ იქ რაღაც ევროპული ქვეყნებიდან ან ამერიკიდან და მესამე რომ აი ეს მენეჯმენტთან ჩვენ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და ძალიან ხშირად გვიწუნებენ მაგარ იდეებს არის საშიშროება რომ ეს მარკეტინგი როგორც ასეთი გახდეს ჩაკეტილი წრე ხო რაღაცა ვიწრო სპეციალობა არადა ერთი მხრივ მარკეტინგი არის ყველაზე ფართო სფერო სადაც შეიძლება ეს არ არის მხოლოდ რეკლამა, ეს არ არის მხოლოდ კომუნიკაცია, ეს არის იდეების დისტრიბუცია, ხო? აი ძალიან ფართო გაგებით. ეს არის ყველაზე კრეატიული, ყველაზე ფართო სფერო, მაგრამ არის საშიშროება ამეების
ამეების გამო, რომ მარკეტინგი გახდეს როგორც ჩაკეტილი წრე და როგორც ვიწრო სპეციალიზაცია თითქოს. ვიწრო სპეციალიზაციაზე ჩემი ფავორიტი ამბავი მინდა მოვყვე და ამით ალბათ დავამთავროთ. ვიწრო სპეციალიზაციაზე ჩემი მეგობარი ირაკლი კაკაბაძე, აქ არის სადღაც, არის გეოლოგი. Привет, კაკაბ. კაკაბ არის გეოლოგი პროფესიით. მისი მამაც მიშა ბიძია არის გეოლოგი. და ერთ-ერთ შეხვედრაზე მიშა ბიძია და თავისი მეგობრები, გეოლოგი მეგობრები არიან შეკრებილები. და ერთ-ერთი იწყებს სადღეგრძელოს რა და მინდა სადღეგრძელო დავლიო, ოღონდ თუ შეიძლება ანეკდოტით დავიწყებო. ხო და სანამ ანეკდოტს მოვისმენთ, უნდა ვიცოდეთ, რომ გეოლოგიაში არის ქანები, ხო? ქანებს იკვლევენ. ქანები ყველამ ვიცით რა არის. ქანებში არის ქვე კატეგორია ამონიტები. ანუ გარკვეული ტიპის ქანები არის ამონიტები. არის ქანები არის დიდი კატეგორია და ამონიტები უფრო პატარა კატეგორია. ამონიტებში არის უფრო მომცრო კატეგორია, რომელიც არის ცარცული ამონიტები. ცარცული ანუ პერიოდი, რაღაც ხო ის ფორმების მიხედვით ასაკს ადგენენ და ცარცული მერე იყოფა ზემოცარცული და ქვემოცარცული და ქვემოცარცულ ამონიტებში არის ძალიან პატარა კატეგორია, აი რომელსაც ქვია ქვემოცარცული განხვეული ამონიტები. რა, რომელსაც რაღაცა ესეთი ფორმა აქვს და ნუ კაი ჯანდაბას ცალკე კლასი იყოს, ცალკე კატეგორია იყოს. ქვემოცარცული განხვეული ამონიტები და ეს კაცი იწყებს სადღეგრძელოს თქმას და იწყებს ანეკდოტით. და ძველი ქუთაისური ანეკდოტია შეიძლება იცოდეთ. ჭიჭიკი ეუბნება ბიჭიკიას, რომ ჩემთანო სახლში ეზოშიო ხეზეო აძვრა ლომიო რა და იქნებ დამეხმარო რომ ჩამომაყვანინო. კარგიო, წავიდა ბიჭიკია და ცოტა ხნის მერე მოდის უკან და მოაქვს თოფი, ბადე და მოყავს ზაღლი ბისკვიტია. და აძლევს ამ თოფს ამას, შენ ვაკიდექიო, აჰა შენ ეს თოფიო, ბისკვიტი აგერ იქნებაო, მე ბადეს ავიღებო და ავალო ხეზეო და ჩამოვაცმევო ესე თავზეო ამ ლომსო და რო ჩამოვარდებაო ეს ლომიო. ბისკვიტიაო, მივარდებაო და ბოდიში და კვერცხებს გამოაჭამს. ანუ всё, გავიგეო რა, სეტაპი გასაგებია. ეს ავა, ბადე შემოს, ამას ხომ არა, ეს თოფი რაც მინდაო. ბიჭო, რა ვიციო, იქ ავდივარ და ლომიაო და რომ მომერიოსო და მე რო ჩამოვარდეო. მოკალი ეგრევე ბისკვიტიაო. და ამითო სადღეგრძელოს დასასრული არის რომ ამითო ყველა ვიწრო სპეციალიზაციას გაუმარჯოს ქვემოცარცული განხვეული ამონიტების სპეციალისტების თამადობით. ანუ საშიშროება რომ მარკეტინგი გახდეს ვიწრო სპეციალიზაცია ამ სამი მიზეზიდან გამომდინარე რაც პრეზენტაციაში შევეხეთ შეიძლება თუმცა რო არ გახდეს ამ პრეზენტაციის რაღაცა მორალივით თუ რამე აქედან შეიძლება წავიღოთ არის რომ მოკალი ბისკვიტია ხო მოდი მოვკლად ბისკვიტია პირველ რიგში მე მოვკლავ ბისკვიტიას ჩემში ხო და აღარ მიუბაძავ ჩემ კონკურენტს იმაში რაშიც დარწმუნებული არა ვარ რომ ვაჯობებ პროსტა მოცემულობად არ ავიღებ რომ ბელგიაში თუ აკეთებენ ესე კარგია და მენეჯმენტთან კიდე ვენუს მაგალითით კიდე იმას ვიჩალიჩებ მთელი ცხოვრება რომ ის რისიც მწამს ყველა შანსი ამისთვის გამოვიყენო რომ იქნება ეს ახალი პროდუქტი ან ახალი სერვისი განვახორციელებინო ერთ სიტყვით თუ ეს მოყვანილი მაგალითები კიდე ერთხელ ვამბობ მარკეტინგის აზრზე არა ვარ, უბრალოდ აკოს ზუარი ვერ უთხარი, ეს მინდა რომ გავიხსენოთ, ესეც რაღაცა ლექსივით ჟღერს, ხო? მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ, უბრალოდ აკოს ზუარი ვერ უთხარი, რაღაცა ესე უნდა ერქვას. ლექსი უნდა ერქვას მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ და მე იგივე რო იწყება ხოლმე. მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ. მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ, უბრალოდ აკოს ზუარი ვერ უთხარი. ტარარარარარარარა, ხო იქნებოდი თავისუფალი, ტარარარარა მაიცა ხან H&M-ი ხანაც Zara ვარ ტარარარარარარა მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ რაღაც ეგრე რომ თავდება ლექსი დიდი მადლობა ერთ სიტყვით დასკვნას ვიტყვი თუ რაღაც აი აქ ახართ მარკეტინგის ნაღების საზოგადოება საქართველოში ხო თუ ეს მომხმარებლის თვალით დანახული რამე რა ხდება დღეს მარკეტინგში თქვენთვის საინტერესოა და თუ აქ გამოთქმული მოსაზრებები რამე ბიზნესს მისცემს მარკეტინგს რა თქმა უნდა მხოლოდ გამიხარდება თუ არა და კიდე ერთხელ დადასტურდება რომ არა ძმაო ამ ქვეყანაში ჭკვიან ხალხს არ ენდობიან დიდი მადლობა